გამოვიდა დღეს, რათა თქვენ წინააღმდეგ ეთამაშა და დავიწყოთ, მოდით, რა უნდა? მადლობთ გალბატონო. ბატონ ჯემალ. ყურადღება, ციტატა. ისინი უძლიერესი და ულამაზესი ხალხია და სხვა ხალხებზეც მბრძანებლობენ. კოლხთა ძველი სახელით ამაყობენ და არც თუ უსაფუძვლოდ გვარიანადაც ქედმახლობენ. მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სახელგანთქმული და ქველი ხალხი. როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით, ისე ქვეშემრდომთა სიმრავლით, როგორც მიწაწყლის სიჭარბით და მოსავლიანობით, ისე ხასიათის სიმშვენიერითა და სიმკვირცხლით. ყურადღება, შეკითხვა. ბატონ ჯემალ. რომელი ეთნოსის შესახებ თქვა ასე მე-6 საუკუნის ბიზანტიელმა ისტორიკოსმა აგათია სკოლასტიკოსი. ჯემალს მიმართავს იმიტომ მე მგონი რომ რაღაც აჭარასთან კავშირი ბერნები ხო არ არიან აქ ჩვენთან ჩამოყალიბებული. არა, ყოველიანი ბავშვები რატო ეგენი კოლხების გამომავლები არ არიან? აფხაზებთან ჰქონდა დიდი კავშირი ბიზანტიელებს მაშინ. ნახევარი აფხაზები და ლაზები რატო არა? იმიტომ რომ ლაზებთან არ ჰქონდა ბიზანტიელებს კავშირი მთელი შეიძლება აჭარაში ლაზების გარდა კიდევ ისე ძირითადი ეთნოსი და არ ქართველები და შეფდამა ვინ იყო? ლაზების შეფდამა დიდი სახელმწიფო მაგათ არ ქონია. პოლიტოს ქართველობა რა. სიმდიდრესი ვიტა ბევრი უნდა ქონდეს ხალხო, ბევრი ვიტა. ხოველები. ხოველები ბიზანტიელებთან რა შეხება ქონდა? ბევრი ვიტა ქონდა და სიმდიდრეო და ბევრი მე ვაფშე ბაქოს ანუ აფხაზები რატომ მგონია იმიტომ რომ მაშინ დიდხანს ეს აფხაზი ეთნოსი იყო ეგ? არ იყო. დრო ამოიწურა. მორჩა ქალბატონო კაპიტანო ვინ უპასუხებს? სწორი ვერსია თუ იყო ბატონო? არჩიეთ ქალბატონო კაპიტანო. კარგით, ლაზები იყოს. თქვენ პასუხობთ თავად? ხო. და თუ არ ვწდები რომელი ეთნოსის შესახებ თქვა ასე მე-6 საუკუნის ბიზანტიელმა ისტორიკოსმა აგათია სკოლასტიკოსმა? ლაზების შესახებ. რატომ? რატომ და ზუსტად ამ ტერიტორიაზე, კოლხეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ და ამ პერიოდში არა. ეხლაც ნაწილობრივ სახლობდნენ. ეხლა მე მგონი უკვე თითქმის თურქეთში არიან. ანუ თქვენი საბოლოო პასუხი არის ბატონო გიორგი ბაქრაძე. მე არ მიპასუხე კაცო. ხო, მაგრამ თქვენი რა ვერსია? ჩემი იყო აფხაზები, მაგრამ ახლა მე არ მითხრა გიორგი. დღეს როგორ არ გიჯერებენ? ბატონო ვახო, თქვენ რა ვერსია გაქვთ? არა. რატო ბატონო ვახო? კიდევ ერთხელ ხოველები გითხარით. ის პიდა. ხო, რა იქეთ კიდევ დიდოელები, ხილღვები და ისინი გასახელებია. კაი, მორჩა. კაპიტანმა უპასუხა საბოლოოდ რა? ლაზები. ყურადღება, სწორი პასუხი. ისინი უძლიერეს და ულამაზესი ხალხია და სხვა ხალხებზეც მბრძანებლობენ. ბატონ გიორგი ბაქრაძე. კოლხთა ძველი სახელით ამაყობენ და არც უსაფუძვლოდ გვარიანთაც ქედმაღლობენ. ბატონო ვახო. მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სახელგანთქმული და ქველი ხალხი, როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით, ისე ქვეშემრდომთა სიმრავლით, ბატონო ზურა ფარჯიანი, როგორც მიწაწყლის სიჭარბით და მოსავლიანობით, ისე ხასიათის სიმშვენიერითა და სიმკვირცხლით, ბატონო ბაჩანა შენგელია. მე-6 საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოს აგათია სკოლასტიკოს მხედველობაში ყავდა ლაზები. მოარტყა კაპიტანმა, მოარტყა. ქალბატონო ნათელა. მადლობთ ქალბატონო ნათელა, მაგრამ ამჯერად არ გამოვიდა. დამწუხაროთ კაპიტანმა არ დაგანებას. 3-2 გახდა ანგარიში, ახლა კი